თითო ადამიანს ალბათ აქვს აღებული 9 ადგილზე ბინა. თან 5-6 ოთახი, განა 2 ოთახი მაქვს. 5-6 ოთახი. გაქირავებულები აქვს ერთი წუთი. გაქირავებულები აქვს. გირაოთიც აქვს აღებული თვითონ ამ ტოლვილებს და არიან წყინვალე. ტოლვილები აი აქ ვინც ავარ ჩვენა ვართ. გაჭირვებულზე გაჭირვებულები. იმათ გაფართოება და მე თავში საფარი მინდა. აქ ამ წუთში ხდება აბსოლუტურად უკანონო ტოლვილების მიერ დატაცება ფართების. მე დღეს გავარკვიე ტოლვილთა განთავსების ტოლვილთა სამინისტროში, რომ ეს ფართი მათთვის ჯერ არავის არ მიუწია. გაგვიმართეს ცემატყება, ხვალ გვინდა მერიასთან მივიდეთ, მოვითხოვოთ კიდევ ერთხელ, ხვალ 11 საათზე. ძალიან თბილისელი სოციალურად დაუცველები შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ დახმარება. სადაც უნდა ჩვენ შევსულიყავით, ახლა თავისი საფარი არსადარმა გარეკილი ვარ ყველგან რომ გადახვდელობის გამო რომ მოვედით დაგვესიეს, გადაგვიარეს, წაგვაქციეს ბავშვიანად ადგილი ქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფებსაც. ჩვენ ახლა გვეჭრებიან სოციალ დაუსული პირები რომ ბანკში ჩადებული პირები და წაართვა ბანკი. მაგათ ვერ სწავლობად ეხლა და ვერ ჩვენ დავეხმარებთ ვერანაირად. ბანკმა წაართვა ბინა ბიზნეს ვერ წამატეს და ვერაფერი და უნდა ბინები. თბილისში ჩამოვიდნენ სიღნაღიდან, ზოლიკიდან და ზოლიკიდან დაჩამოვიდნენ. მას არ გამოვა. ჩვენ ოფიციალურად აქ ვართ ჩაწერილები ამის სამართლად ჩაწერილი ოფიციალურად. ხო, გასაგებია, მაგრამ ამობენ რომ კორპუსი ქონდეს და მეორე კორპუსში გადავიდნენ და გაფართოების მიზნით. მე ჩვენ მაგას ოფიციალურად ვაკეთებთ საბუთებს. დღესაც იტყვებს კომიტეტიდან მოსვლებ და რო შედგა რაღაც კომიტეტის შედგა და მოდიან იწერეს სახედარგვარს ვის სამართლებს რამდენი პარტია გზნობენ კვადრატულობით და ყველაფერს თუ არ გვეკუთვნის არ მოგცემენ თუ გვეკუთვნის იმას დაგვიკითხებენ ვისაც ეკუთვნის და გაქირებული აქ არავის არ აქვს არაფერი.